როგორც აგრობიზნესის წარმომადგენელი, ევროკავშირის ბაზარს უყურებ როგორც ეკონომიკურ შესაძლებლობას ქვეყნისთვის, სოფლის მეურნეობისთვის. იმ პრაქტიკებიდან გამომდინარე, რაც ევროკავშირში შესვლის შემდეგ ქვეყნებს ჰქონდათ და ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკა იძლევა აგროსექტორის მიმართულებით, ქვეყანას გარდაუვლად ჭირდება. დღეს მაგალითისთვის საქართველოში სოფლად დასაქმებული ფერმერის შექმნილი ღირებულება საშუალოდ არის დაახლოებით $1800, რაც დაახლოებით 20-30 ჯერ ნაკლებია სხვა ქვეყნებთან შედარებით სოფლად დასაქმებული ადამიანების შექმნილ ღირებულებასთან. ევროკავშირი განსაკუთრებულ დიდ ყურადღებას აქცევს სოფლის მეურნეობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის სოფლის მეურნეობა არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობა და მან დასაქმება, ეს უფრო სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის უნებლობას, სურსათით უზრუნველყოფას ქვეყნების და ასე შემდეგ. ევროკავშირის გაერთიანებიდან 20 წლის თავზე ყველა ქვეყანაში სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფერმერებს ორნახევარჯერ ჰქონდათ შემოსავალი გაზრდილი, რაც გამოიხატებოდა მათი ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდაში. ევროკავშირში გაწევრიანება არ ნიშნავს მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს, ეს ნიშნავს ბიზნესის კეთების სხვა ფილოსოფიას, სხვა მხარდაჭერას, რაც საგრძნობლად შეცვლის მიმზიდველობას ქართული სოფლის მეურნეობის. საკმაოდ დიდი გამოცდილება მოგვიგროვდა ამ კუთხით და ძალიან კარგად ხვდები თუ როგორი მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ეგრეთ წოდებულ ტრადიციულ ბაზრებზე წლების განმავლობაში ვიმუშავეთ და ვნახეთ ის სიკეთეების და ის პრობლემების, რომელიც ერთ ბაზარზე დამოკიდებულებას მოაქვს. ამ შემთხვევაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი მყავს-ხედველობაში ერთი შეხედვით საკმაოდ მიმზიდველი ბაზარია, თუმცა არასტაბილური და ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი პრობლემების მომტანი. და ჩვენ ერთ დღეს მოგვეცა საშუალება DCFTA-ის მეშვეობით ევროკავშირის ბაზარზე გასვლის და ვიფიქრე ამ შესაძლებლობის გამოყენება იქნებოდა ძალიან კარგი და შევეცადეთ ერთ-ერთი პირველი ყოფილიყავით ამ კუთხით. და ეს გამოგვივიდა, რა თქმა უნდა, პირველი ეს იყო ატმის ექსპორტი ვაშლატამა და ატამი გავიტანეთ ევროკავშირში. თავიდან ცოტა ფიქრობდით, რომ სარისკო იყო, თუმცა ყველა ბიზნეს პროექტს თავისი რისკი თან ახლავს და შესაბამისად ეს ისეთი სიკეთე იყო და იმდენად მიმზიდველი იყო 500 მილიონი ბაზრის, ასე ვთქვათ, ფანჯრის შეღება და ეს არის გადახდის უნარიანი და სტაბილური ბაზარი. ამაში რა თქმა უნდა დაუწმუნდით. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება, თუ იქნება ამისი ნება პოლიტიკური, რომ უფრო და უფრო მეტად გაღრმავდეს ურთიერთობები დასავლურ სამყაროსთან, თანამედროვე ცивილურ სამყაროსთან, სადაც არის სტაბილური 500 მილიონიანი ბაზარი, რომელსაც შეუძლია საქართველოს პროდუქციის და საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის თავისუფლად ათვისება და იქედან საკმაოდ ისეთი კარგი თანხების მოზიდვა ქვეყნის შიგნით იმისათვის, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობა მართლაც განვითარდეს, რეალობაში განვითარდეს და რეალობაში გაორმაგდეს და არა ისე როგორც სტატისტიკაში გვიცხადებენ, რომ თითქოს და სოფლის მეურნეობა განვითარდა და გაორმაგდა და სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ფასების გაორმაგებას. რეალურად დასავლეთთან კავშირი არა მხოლოდ ბაზრების დივერსიფიკაციით არის სასარგებლო და აქედან პროდუქციის გასატანად, არამედ იქიდან ახალი ტექნოლოგიების შემოტანით და მათი მიბაძვით. ჩვენ ხედავთ ჰოლანდია მცირემიწიანი ქვეყანაა, თუნდაც ავსტრია და მათი სოფლის მეურნეობა რა დონეზეა განვითარებული და თუ იქნება საქართველოში დასავლური ტექნოლოგიები, ისევე დასავლეთში შეგვიძლია ჩვენ იმ ტექნოლოგიებით მოყვანილი კარგი ხარისხიანი მოსავლის დაბინავება და საკმაოდ მაღალ ფასად და სტაბილურ ფასად გაყიდვა, რაც თავარი იმის რისკი არ არსებობს, რომ ერთ დღეს რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო ეს ბაზარი ჩაიკეტება, ჩვენ ფერმერებს დაუშვათ პროდუქციის გადაყრა მოუწევთ. ეს არის გარანტირებულად გასაღების საშუალება იმ შემთხვევაში, თუ იქნება მაღალი ხარისხი და იმ შემთხვევაში, თუ იქნება იმ სტანდარტებით პროდუქციის მოყვანა, რომელიც არ არის სიცოცხლისთვის საშიში და იქნება, ასე ვთქვათ, ევროკავშირის სტანდარტებისთვის მისაღები პროდუქცია. საქართველოს სოფლის მეურნეობა გახლავთ ექსტენსიური მეურნეობა. ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან ცოტას აწარმოებს. დაახლოებით 40%-ია მოსახლეობის აგროსექტორში დასაქმებული და მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 7%-ს აწარმოებს ეს ხალხი. თუ შევადარებთ თქვათ საერთაშორისო შედარებას, იგივე ესტონეთში მოსახლეობის მხოლოდ 3%-ია
დასაქმებული სოფლის მეურნეობაში, იგივე პოლონეთში 7%-მდე. საუკეთესო მაგალითი შეგვიძლია მოდალურად განვიხილოთ, ეს გახლავთ ნიდერლანდები, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 2%-მდეა დასაქმებული სოფლის მეურნეობაში და ისინი მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტი სადღაც 1.7%-ს აწარმოებენ, ეს საკმარისია იმისათვის, რომ ისინი იყვნენ პირველი ექსპორტიორები მსოფლიოში და ევროკავშირში გაწევრიანება არის თქვათ პერსპექტივა აი ამ ნოუ-ჰაუს გადმოტანის, ხდება ესეთი კულტივირება აზრის, რომ სოფლის მეურნეობა იქნება თუ სხვა დარგი დაზარალდება თუ ქვეყანა გაწევრიანდება ევროკავშირში და ეს გახლავთ ძალიან სტანდარტული პროპაგანდისტული ტექნიკა, მას ეძახიან მაგალითად დიდი ტყუილის ტექნიკას, როდესაც გამოდის ადამიანი, უმჯობესია მაღალი თანამდებობის პირი და იძახის ისეთ ტყუილს, რომელსაც არანაირი კავშირი სიმართლესთან არ აქვს, ლავროვის, პაპუაშვილის, კობახიძის განცხადება ზუსტად ასეთია. ისინი იძახიან ისეთ ტყუილს, რომ ხალხი ფიქრობს, რომ როგორ შეიძლება ასეთი დიდი ტყუილის თქვა. ალბათ მართალია, ხო ეხლა რო გავწევრიანეთ ამ ევროკავშირში, ჩამოგვექცევა სოფლის მეურნეობა, ქართული ღვინო აღარ გვექნება და ასე შემდეგ. სრული აბსურდია, ხო, იმიტომ რომ თუ გადავხედავთ თქვათ იმ ქვეყნებს, რომლებიც გაწევრიანდა ევროკავშირში, მათი სოფლის მეურნეობა მხოლოდ და მხოლოდ განვითარდა და ძალიან სერიოზული ზრდა აქვთ ყველა მიმართულებით. ეს ხო სუფთა სტატისტიკა ხო ავიღოთ პოლონეთი მაგალითად, მათი აგროსექტორი 2004 წლიდან, ანუ როცა გაწევრიანდა ქვეყანა ევროკავშირში, აგროექსპორტი 5 მილიარდი ევროდან ავიდა 58 მილიარდ ევრომდე. ეკონომისტი ყველაზე კარგად ხვდება, რატომ უნდა ვიყოთ ევროკავშირში, სადაც დაცულია საკუთრება, კერძო საკუთრება, სადაც ინვესტიციებს ნებისმიერი ქვეყნიდან ძალიან თამამად დებენ, იქ მოსამართლეები იქცევიან ისე, როგორც ვთქვათ, საფრანგეთში და ეს ყველაფერი არის იმისი გარანტია, რომ ინვესტორმა ჩადოს პირდაპირ უცხოური ინვესტიცია. ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ შემოდის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, იმიტომ არ შემოდის, რომ არენდობიან აქ იმდინარე ვთქვათ მოვლენებს. სწორედ ამისათვის უნდა მოხდეს ევროსივრცეში ჩვენი ინტეგრაცია, სადაც ინვესტორიც თამამად შემოვა და ბიზნესმენიც თამამად განახორციელებს თქვათ ბიზნეს პროექტებს, იმიტომ რომ ეცოდინება, რომ მის საკუთრებას არავინ არ ხელყოფს და ის იქნება რაღაცა ერთიანი სივრცის ნაწილი და თუ რაიმე პრობლემა წარმოიქმნება, ის მივა სასამართლოში და იპოვის სამართალს.